1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პირველი მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე გაფანტული ქართველი სამხედროების სამშობლოში ბრუნდებიან. მათგან 10,000 ოფიცერია, 25 კი გენერალი. 25 გენერლიდან 23 წმინდა გიორგის ჯვრის ორდენის, მეფის რუსეთის იმპერიაში სამხედროებისთვის ყველაზე საპატიო ჯილდოს კავალერია. სამშობლოში რუსეთი, იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომის გმირი, წმინდა გიორგის ორდენისა და ოქროს ხმლის კავალერი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილის ბრუნდება, სადაც მას ისტორია დიდებულ და ტრაგიკულ ხვედრს უმზადებს. მე-20 საუკუნის საქართველოს ალბათ ყველაზე გამორჩეული სამხედრო მოღვაწეს, გიორგი მაზნიაშვილის სახელს უკავშირდება აჭარისა და აფხაზეთის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში შენარჩუნება. ბრწყინვალე გამარჯვება სომხეთ-საქართველოს ომში, არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია წითელარმიელებისა თუ თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. ეს გახლავთ მხოლოდ ნაწილი იმ დამსახურებისა, რაც გენერალ მაზნიაშვილს საკუთარი ქვეყნის წინაშე მიუძღვის. პირველი მსოფლიო ომის დროს მან არაერთი საარაკო გმირობა ჩაიდინა, იმდენად რომ როდესაც დაიჭრა იმპერატორმა ლაზარეთში ქალიშვილები გაუგზავნა, მოგეხსენებათ ნიკოლოზ მეორის ცოლ-შვილი, ქალიშვილები ლაზარეთში დაჭრილებს უვლიდნენ და ეს ყველაზე საპატიო პიროვნებებისთვის განკუთვნილი და მისი ქალიშვილები უვლიდნენ და ოქროს ხმალი და ორდენი წმინდა გიორგის, რომელსაც მებრძოლ ოფიცრებს აძლევდნენ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავისი ხელით მიაბნია იმპერატორმა, ხოლო გამოჯამთელების შემდეგ მის საპატივცემლოდ წვეულებაც კი მოაწყო. ასეთი დიდი სახელის მქონე ადამიანი დაბრუნდა საქართველოში და მაშინვე ჩაერთო ქართული ჯარის აღმშენებლობის საქმეში. მას მიანდეს მეორე დივიზიის ფორმირება. შემდეგ მოდის 18 წელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძიმე წელი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მოგეხსენებათ 26 მაისს გამოცხადდა დამოუკიდებლობა, მაგრამ ომი ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული პირველი მსოფლიო ომი. სამხრეთის ფრონტის მოშლის შემდეგ მოდიან ეს ბრბოდ ქცეული რუსი ჯარისკაცების სამშობლოში და საიდუმლო ინსტრუქციით ლენინისგან მიცემული ჰქონდათ დავალება. შაუმიანის გეგმა იყო ასეთი, რომ ეს უკან დახეული რუსები შემოვიდოდნენ თბილისში. ეს მოგეხსენებათ მატარებლით უნდა ჩასულიყვნენ ჩრდილო კავკასიაში და იქიდან რუსეთში. ისინი გზად გამოვიდნენ თბილისში, აიღებდნენ თბილისს, დაიკავებდნენ საპორტო ქალაქებს და კვლავ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანდნენ საქართველოს. აქ ძალიან იყო ჩაღეს ქართველებმა, მაშინ დაახვედრეს ბაქოსთან ეშელონები და შემოვლითი გზით ისე რომ საქართველოს ააცილეს ეს ფროები, გადაყარეს თუ შეიძლება ასე ითქვას ჩრდილო კავკასიაში. ამ დროს საქართველოს არ აქვს დამოუკიდებლობა გამოცხადებული და ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობაშია. ჯერ კიდევ სახელმწიფოებრიობის ჩანასახში მყოფ ქვეყანას ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვების პირველსავე პერიოდში რამდენიმე მძიმე გამოცდის ჩაბარება უწევს. თითქმის ერთდროულად სამხრეთიდან თურქები შემოდიან, იკავებენ აჭარასა და გურიას, ჩრდილოეთიდან კი აფხაზეთში თეთრგვარდიელები მოიწევენ და რამდენიმე ქალაქს იპყრობენ. ორივე ფრონტზე სარდალი გიორგი მაზნიაშვილია. აჭარასა და გურიაში ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებითა და მოხალისეთა რაზმების დახმარებით მაზნიაშვილი თურქებს სასტიკად ამარცხებს და მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცითა და თავდადებით მუსლიმი ქართველების რაზმი გამოირჩევა. თერთგვარდიელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში კი გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით თავი აფხაზების 300 კაციანმა კავალერიამ გამოიჩინა. გიორგი მაზნიაშვილი თეთრგვარდიელებსაც ადვილად ამარცხებს და ერთი მეორის მიყოლებით ათავისუფლებს გაგრას, სოჭსა და ტუაფსეს. დამოუკიდებლობის პირველ წელს სამხედრო ინტერვენციის პრობლემა ამით არ ამოწურულა. 1918 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სამხრეთ საზღვრები სომხეთმა დაარღვია და გენერალ ნაკაიანის ჯარი მოულოდნელად ომის გამოცხადების გარეშე შემოიჭრა. ქართული არმიის ბრწყინვალე კონტრშეტევას გენერლების მაზნიაშვილისა და კვინიტაძის ტანდემი ხელმძღვანელობდა. სომხები უკვე იქცნენ. ქართველები ომის გადატანას უკვე მათ ტერიტორიაზე იწყებდნენ და ერევნის აღებაც იგეგმებოდა. თუმცა ცნობილი სომხური ლობის ამუშავების შემდეგ საქმეში დიდი ბრიტანეთი ჩაერია. საქართველოს სომხეთზე შტურმის შეჩერება მოსთხოვეს. ამ პერიოდში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს მოთხოვნას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა წინ ვერ აღუდგა და 31 დეკემბერს ზავი დაიდო. სადავო ტერიტორია კი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. ასეთი ისტორიას აღწერს მაგალითად გიორგი კვინიტაძე. 18 წლის დეკემბერში მოგეხსენებათ სომხეთმა დაიწყო ომი, მათ სრულიად დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჰქონდათ საქართველოს მიმართ, ტერიტორიული პრეტენზიები, ეს იყო ახალციხე, ახალქალაქი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, თბილისის და გორის ჩათვლითაც კი. და აი ამ ბრძოლაში სარდალი ამ დროს გახდათ გიორგი
მაზნიაშვილი და როდესაც ავად იყო მაშინ კვინტაძე გაიგო რომ ომია დაწყებული და დახმარება ჭირდება ქართულ ჯარს მიუხედავად მისი ესე საპროტესტო განწყობილებისა ხელისუფლებისადმი ყოველთვის გაჭირვების შემთხვევაში იმ წუთას ცდილობდა ნებისმიერი სახით დახმარებოდა ქართულ ჯარს და აი წერს ესეთ ისტორიას რომ მივიდა შტაბში მიადგა ჯერ კიდევ სიცხიანი გიორგი კვინიტაძე და დახმარება შესთავაზა. გიორგი კვინიტაძე დიდი გამოცდილება ჰქონდა საშტაბო გამოცდილება, ხოლო მაზნიაშვილი მაინც მებრძოლი და ესეთი საველე გენერალი იყო, ის მას ბრძოლა უფრო ემარჯვებოდა. ამიტომ როდესაც შევედიო გახარებული ჯერ ცოტა დაიბნაო რომ ყოფილ სარდალს ხელქვეითად უნდა ქცეულიყო ყოფილი სარდალი, მაგრამ მე წამოდგაო დამიდო რუკა ფანქრები და მითხრა აბა შენიციო და ჩვენ ორივემ წარმატებით მოვაგვარეთ ეს საკითხი და ორივესთვის ბედნიერება იყო როდესაც თითქმის ბაქომდე მიყვნენ აი კვინიტაძის ნაწილები თითქმის ბაქომდე მიყვნენ წითელგვარდიელებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ სომხების ანაინსიქით გადაყარეს. დგება 1921 წელი და საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი განსაცდელი ემუქრება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წითელი არმია შემოიჭრა და აქაც ფრონტის წინა ხაზზე, რა თქმა უნდა, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იბრძვის. მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა ძირითად ფრონტს, ხოლო კვინიტაძის სამხედრო სკოლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე იყვნენ განლაგებული. და როდესაც 1921 თებერვალს მაშინ ქართულმა ჯარმა დიდი წარმატება მოიპოვა განსაკუთრებით კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში და 1000-მდე რუსი ჯარისკაცი ჩაიგდეს ხელთ და როდესაც ეს ჯარისკაცები ჩამოატარეს კვინიტაძე და მაზნიაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს და იმდენად ბედნიერები ვიყავით რომ ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ლაპარაკის თავიც კი არ ქონდა იმიტომ რომ ის საქმე რაც ორივემ ერთად გავაკეთეთ უფრო მჭერმეტყველი იყო ვიდრე ნებისმიერი ჩვენი სიტყვა ამ შემთხვევაშიო წერს გიორგი კვინიტაძე. აი ასეთი დამსახურებული ხალხი 21 წლის მარტში დაშორდა ერთმანეთს, მაშინ როდესაც მაზნიაშვილი ბათუმს თურქებისგან ათავისუფლებდა, კვინიტაძე უკვე გემში იჯდა და კონსტანტინოპოლისკენ მიცურავდა. წითელარმიელების ანექსიას იმავე წელს აჭარაში თურქების შემოჭრას დაერთო. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება ბოლშევიკებმა გენერალ მაზნიაშვილს თხოვეს. რა თქმა უნდა, გენერალმა იცოდა, რომ ბოლშევიკური რეჟიმის მიუხედავად აჭარისთვის ბრძოლას განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის სიკვდილმიჟილთა საკანში იყო და როდესაც თურქებმა გადმოლახეს საზღვარი და ბათუმი დაიკავეს და უფრო სიღრმეში შემოვიდნენ, სერგორჯონიკიძე მოგეხსენებათ ის კავბიუროს თავმჯდომარე გახლდათ. მოაყვანინა სარდაფიდან გიორგი მაზნიაშვილი და ესეთი წინადადება შესთავაზა რომ თქვენო მენშევიკების გენერალი ხართო, ამიტომ ყველა საქმს მიცემული ბრძანება რომ სადაც შეკვდებიან დაგხრეტენო, მაგრამ ასეთ გარიგებას გთავაზობთ, ჩვენ მხარეს გადმოდითო და ბათუმი გაათავისუფლეთ და ხელშეუხებლობის გარანტიას მოგცემთო და ერთ-ერთი დამსწრე ასე აღწერს ამ სცენას, რომ წელში გასწორდა ეს ნატანჯი გენერალიო და წარბაწევით უთხრა სერგორჯონიკიძეს მე არც მენშევიკების გენერალი ვარ, არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ. ეს ჩაყლაპა როგორც ჩანს სერგორჯონიკიძე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო და სწორედ მაშინ მან სასწრაფოდ შეკრიბა ქართული რაზმები, დაიხმარა რამდენიმე აფხაზური რაზმი და ბათუმი გაათავისუფლა თურქებისაგან და სხვათა შორის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბათუმსაც ალბათ იგივე ბედი ერგებოდა, რაც წილად ერგო, ანუ საქართველოდან მოწყვეტა დანარჩენ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებს. ბოლშევიკებმა გენერალ მაზნიაშვილს რა თქმა უნდა ამაგი არ დაუფასეს. ჯერ დააპატიმრეს და ერთი პერიოდი სიკვდილ მისჯილთა საკანში ყავდათ, თუმცა შემდეგ დახვრეტა გადაიფიქრეს და ქვეყნიდან გაასახლეს. გიორგი მაზნიაშვილის სხვა ემიგრანტების უდიდესი ნაწილის მსგავსად საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც საშინელი ცილის სამების მსხვერპლი გახდა. თავდადებულ პატრიოტ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის აჯანყებულთა გაცემა დასწამეს. ეს მკრახელობამდე მისული ცილის წამება დევნილი გენერლისთვის უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა.
ეს იყო საბჭოთა საქართველოში გავრცელებული ჭორი და ვფიქრობ, რომ ეს რასაკვირველია საბჭოთა სპეცსამსახურების ნამუშევარი იყო, რომ თითქოს და გიორგი მაზნიაშვილს გაეცეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყება. ეს რასაკვირველი არ იყო მართალი, ეს არ სჯეროდათ არც ემიგრაციაში და ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცულია აი ასეთი დოკუმენტი კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერით, სადაც ვკითხულობთ და თუნებას დამთავრდით, მე ამ დოკუმენტს წაგიკითხავთ. 1925 წლის 24 იანვარი, პარიზი, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს პარიზში. გიორგი მაზნიაშვილი ჯერ კიდევ ემიგრაციაშია. თანახმად თქვენი განცხადებისა, საქართველოში გავრცელებულ ხმების შესახებ მთავრობისა და დამოუკიდებლობის კომიტეტის საზღვარგარეთ დელეგაციის შეერთებულ სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება. მიეწეროს საქართველოში მომქმედ ორგანიზაციებს, რომ თუ არსებობს ხმები, ვითომაც გიორგი მაზნიაშვილს გაეცეს აჯანყების გეგმა, ეს ყოვლად უსაფუძვლოა და მიიღეთ ზომები ამ ხმების გასაბათილებლად. ზემო აღნიშნული დადგენილება გაეგზავნა სტამბოლში სისრულეში მოსაყვანად. თქვენი კონსტანტინე კანდელაკი. შემაძრწუნებელია ის წერილი, რომელსაც ის წერს ნოე ჟორდანიას და თავს იმართლებს, რომ მას არაფერში არ ჭირდებოდა ამის გაკეთება და ფოტოშორის შემდეგ კომისიის ხდომის შემდეგ მას რაღაცნაირი დაცვის სიგელივით მისცეს, რომ ნამდვილად მას არ გაუწია 24 წლის აჯანყება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცულია პარიზში გამომავალი ემიგრანტული ჟურნალი მხედარი, რომელიც 1929-1937 წლებში გამოდიოდა და რომელიც გახდა ქართული იმკერთა კავშირის ორგანო. ამ დროისათვის გიორგი მაზნიაშვილი რასაკვირველია ემიგრაციაში აღარ იყო, ცნობილია რომ ის 1925 წელს უკვე ჩამოვიდა სამშობლოში, მაგრამ მასზე მრავალი კეთილი სიტყვა ითქმოდა და რაც მთავარია ჟურნალ მხედარში იგივე ალექსანდრე ჩხეიძის, გენერალ კვინიტაძის, დათა ვაჩნაძის სხვათა მოგონებებში ხშირად იხსენიებდნენ რაც როგორც მამაც, როგორც გამჭრიახ გენერალს და წარმატებულ სამხედრო მოღვაწეს. დაუმარცხებელი გენერალი, როგორც ხშირად უწოდებენ გიორგი მაზნიაშვილს, ნოსტალგიასთან ბრძოლაში დამარცხდა. მან სამშობლოდან შორს დიდხანს უარი გაძლო და უდიდესი რისკის ფასად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ბოლშევიკებმა გენერალ მაზნიაშვილს დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა კომუნისტურ რეჟიმში პატრიოტი გენერლის ადგილი სახელმწიფო სამსახურში რა თქმა უნდა არ მოიძებნა. საქართველოს სარდალი, ოქროს ხმლისა და წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მშობლიურ სოფელში დასახლდა და უბრალო გლეხებით ცხოვრობდა. დღემდე იხსენებენ იქ მცხოვრებლები, რა დიდი ღვაწლი დაასწრო სოფელს მაზნიაშვილმა. მისი ფულით და მისი უშუალო მონაწილეობით ჯერ კიდევ აი ოკუპაციამდე აღდგა წმინდა გიორგის ტაძარი სოფელ სასირეთში. ასეთი ისტორია, როდესაც 1904 წლის იაპონიის ომის დროს ძიმედ დაჭრილი სიკვდილს ებრძოდა, წმინდა გიორგი გამოცხადებია და პირობა დაუდია, რომ თუ კი ის გადარჩებოდა, აუცილებლად აღადგენდა სოფელში დანგრეულ წმინდა გიორგის სახელზე არსებულ ეკლესიას და მართლაც მან აღადგინა, 21 წლის შემდეგ განაახლა, თბილისიდან ჩაიყვანა მხატვრები და მოახატინა ეს ეკლესია. მისი უშუალო მოწოდებით და მონაწილეობით აშენდა სოფელში სკოლა, გამოიყვანა წყალი. თანამედროვენი იხსენებდა, რომ ძალიან თბილი ადამიანი იყო, ყოველთვის გიორგობას 6 მაისს საკლავს კლავდა და ყველას ეპატიჟებოდა, გლეხებთან ერთად იჯდა და მათთან ერთად ურობაში იღებდა მონაწილეობას, სვამდა, მაგრამ არასოდეს არავის მთვრალი არ უნახავსო. ფოტოშორის გარეგნობითაც აბსოლუტურად ანტიპოდი იყო გიორგი კვინიტაძის, ეს მაღალი ხმელი, მხედრულად გამართული კაცი იყო. როგორც სურათებიდანაც ჩანს და თანამედროვენი აღწერდნენ, საშუალოდ ცოტა დაბალი იყო გიორგი მაზნიაშვილი, უფრო ჩადგმული, ჩმუხი, შავგვრემანი, შავთვალწარბა, ნაკვეთშლებს ისროდა თვალებიდანო. 1937 წლის რეპრესიებს, რა თქმა უნდა, გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფიის ადამიანი ვერ გადაურჩებოდა. ის ვაჟთან ერთად დააპატიმრეს და კვლავ სიკვდილ მისჯილთა საკანში აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად ეს უკვე დასასრული იყო. ჯერ შვილი დაუხრიტეს და შეატყობინეს. ესიც გარკვეული სახეა იმ საბჭოთა მეთოდის ადამიანის გამწარების, ხოლო შემდეგ თვითონაც დახვრიტეს, ისე რომ არავინ არ იცის მისი საფლავი და ბოლოს მინდა დავამთავრო მისი შესანიშნავი სიტყვებით, რომელიც მას უთქვავს თავისი ჩალათებისათვის. თუ ერთი თაობა დამხრეთს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. არც დაბადებით იწყება სიცოცხლე და არც სიკვდილით.
ეს მართლაც ასე მოხდა, ჩვენმა თაობამ მის მკვდრეთით აღადგინა და მისი სახელი ალბათ მანამდე იარსებებს, სანამ იქნება საქართველო.